სამედიცინო სასწავლებლების კურსდამთავრებულები ჯანდაცვის სამინისტროსგან რეზიდენტურის გამოცდების დანიშვნას ითხოვენ. Ამ დრომდე უცნობია ზუსტი თარიღი, როდის ჩააბარებს 650 სტუდენტი კვალიფიკაციის სასამაღლებელ გამოცდას. Ამ თემაზე განმარტება გაკეთდა დღეს ჯანდაცვის სამინისტროში. მინისტრის მოადგილის განცხადებით რეზიდენტურის გამოცდები კანონით განსაზღვრულ ვადებში ოქტომბრისთვის დაინიშნება. Hare პრობლემა არის ერთი. Ყოველ თვე, როცა მივდივართ გამოყოლებული აგვისტოსთან, გვეუბნებიან სულ სხვადასხვა ინფორმაციას. ჯერ გითხრეს აგვისტოს პირადად მე როცა ვიყავ მისული, მითხრეს რომ გამოცდა იქნებოდა სექტემბრის ბოლოს, რეგისტრაცია დაიწყებოდა სექტემბრის შუალედში. გაგვაგებინონ რომელ რიცხვში და რომელ თვეს იქნება გამოცდა. საბოლოო პასუხი მაინც გითხრა, ზუსტი თარიღი მაინც გითხრა, საერთოდ იქნება თქვა და ჩავარდება და როდის. იძახია რომ არჩევნების გამო ფერხდება, მაგრამ ზუსტად ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს ამის გამო ფერხდება თუ არა. საკვალიფიკაციო გამოცდის თარიღის დანიშვნა არანაირად არ უკავშირდება საპრეზიდენტო არჩევნებს. არსებული კანონმდებლობით გამოცდა ინიშნება წელიწადში ერთხელ პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილებით და თარიღი კანონმდებლობით არის მითითებული შემოდგომა. ოქტომბერში ზუსტად გამოცხადდება საკვალიფიკაციო გამოცდის თარიღი და დაიწყება საკუთების მიღება. ერთადერთი პრობლემა რაც შეიძლება რომ არსებობს, მაგრამ ამას მოკითხვა და დამოწმება ჭირდება, შეიძლება არსებობდეს თვითონ უნივერსიტეტში რაიმე ადმინისტრაციული პროცედურების სახის პრობლემა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს, თქვათ, იგივე არც არჩევნო კამპანიასთან, არც არჩევნების პროცესთან და არც საერთოდ მიმდინარე სხვა პროცესებთან.